გარდაცვალების შემთხვევაში იცით სად გაგაცოცხლებენ? მადაგასკარში. ეს არის მადაგასკარის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და უცხო ტრადიცია, ფამადიჰანა, რომელსაც ხშირად წინაპრების დაბრუნებას უწოდებენ. მადაგასკარის ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფისთვის, განსაკუთრებით მერინას ხალხისთვის, სიკვდილი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ოჯახი სამუდამოდ დატოვა. მათი რწმენით გარდაცვლილი რაზანას, ანუ წინაპრების სამყაროში გადადის და ოჯახთან კავშირი მაინც გრძელდება. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახის საფლავს ხსნის და იწყება ძალიან ემოციური რიტუალი. გარდაცვლილის ნეშტს ამოასვენებენ, ძველ ქსოვილებს შეუცვლიან და ახალ სუფთა სამოსში გაახვევენ, ოჯახის წევრები მას ხელში იჭერენ, ესაუბრებიან, უყვებიან ახალ ამბებს, ზოგჯერ მასთან ერთად ცეკვავენ ტრადიციულ მუსიკაზე, შემდეგ კი კვლავ ასვენებენ მათ საფლავში. შეიძლება ჩვენთვის უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მათთვის ეს უაც არ არის საშიში ან შემაძრწუნებელი რიტუალი. პირიქით, ეს არის ოჯახის დიდი შეკრება, თითქმის დღესასწაული. ისინი ამბობენ, რომ ამ გზით წინაპარს ახსნებენ, შენ ისევ ჩვენთან ხარ. მათთვის ადამიანი საბოლოოდ მხოლოდ მაშინ შორდება სამყაროს, როცა მისი შთამომავლობა მას აღარ იხსენებს. ასე რომ მადაგასკარში სიკვდილი დასასრული არ არის. შეიძლება ისინი პირდაპირ ვერ აცოცხლებენ მათ წინაპრებს, მაგრამ ეს ერთგვარი სიმბოლური დაბრუნებაა ოჯახში.